მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ამ და მომდევნო ვიდეო რგოლებში ვისაუბრებ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია გავიცნოთ ჩვენი სიცოცხლის შემოქმედი, ჩვენი ზეციერი მამა, რომ დაუახლოვდეთ მას. ვინც მოგცა ეგრეთ წოდებული ლიმიტი სიცოცხლისთვის, ვინც შექმნა საერთოდ სამყარო, ვისი ჩანაფიქრიც არის ეს ყოველივე ხილული თუ უხილავი, ვისი შედევრებიც ვართ თვითეული ქმნილება ჩვენი ჩათვლით, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ინდივიდუალურად, ვისგანაც გვიდგას აი ამ წუთებში ცხვირის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა, ვისი წყალობითაც ვიკვებებით, ვინც შეგვქმნა ჩვენ არა მარტო ამ ფიზიკური მოთხოვნილებებით, არამედ შეგვიქმნა და მოგცა აი ეს საშუალებებიც, რომ დავიკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილებები. და აი ამ ფიზიკურ მოთხოვნილებებთან ერთად მანვე მოგცა სულიერი მოთხოვნილებაც, რომელსაც ქვია შემოქმედი ღმერთის, ზეციერი მამის ძიების სურვილი და მასთან დაახლოების სურვილი. აი ამ სულიერ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება რომ შეუძლებელი ყოფილიყო, მაშინ ჩვენ ადამიანებს აი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და ზეციერი მამის ძიების სურვილი არ გვექნებოდა. და რა კი აი ამისი სურვილი გვაქვს, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის მოგცემდა აი ამ საშუალებას, რითიც შევძლებთ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, როგორც ეს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის გააკეთა. მაშინ რა არის ეს საშუალება, რისი მეშვეობითაც ის გვეცნობა, ჩვენ გვაცნობს თავის თავს, თავის ქმნილებებს და ასევე მოგცემდა ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც კი გვაწუხებს და რასთან დაკავშირებითაც შეიძლება საერთოდ კითხვები გაგვიჩნდეს. რა არის ის საშუალება, რისი მეშვეობითაც გაგვიმჟღავნებდა ის არა მარტო თავის პიროვნებას, არამედ თავის განზრახვებს და საერთოდ რატომ შექმნა სამყარო, გვიპასუხებდა ამ კითხვაზე, ჩვენი პლანეტა, რატომ შექმნა ჩვენ ადამიანები და დაგვასახლა მასზე, რატომაა დღეს აი ამდენი ბოროტება და უსამართლობა, რატომ იტანჯებიან და კვდებიან ადამიანები, როგორი მომავალი ელის ჩვენს პლანეტას და საერთოდ კაცობრიობას. ყველა ამ და სხვა დანარჩენ კითხვებზე ის რა თქმა უნდა იძლევა პასუხებს, სწორედ აი ამ საშუალების მეშვეობით, რომელსაც მისი წმინდა წიგნი, წმინდა წერილების კრებული, ბიბლია ეწოდება. და მე ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ აი ამ მთავარ კითხვებზე უკვე განვათავსე ჩემს გვერდზე ზეციერი მამის ეს პასუხები, მისი აი ამ წიგნიდან, რომლებიც თემატურად მაქვს დალაგებული, ჩემს ამ გვერდზე თუ შემოგბრძანდებით, დასათაურებულია, შეგიძლიათ სათაურების მიხედვით გადახედოთ თქვენთვის სასურველ ვიდეოებს. და მომავალში კვლავაც გავაგრძელებ ატვირთვას გავსი ვიდეოების. თუ ჩემს მსმენელებს შორის მეცნიერებიც ხართ, და არა გაქვთ პასუხები ბევრ ისეთ საკითხზე, რომელზეც აღმოჩენები ჯერ არ გაგიკეთებიათ და თუ გამოიკვლევთ ჩემს ვიდეოებს, ამიტომ გირჩევთ, რომ შემოხვიდეთ, რადგან ეს წმინდა წერილები, რომლიდანაც მე ვათავსებ აგერ ზეციერი მამის პასუხებს, წინ ასწრებს მეცნიერებას. და ესეც მისი მტკიცებულებაა სწორედ იმისა, რომ ბიბლია ზე ადამიანური სიბრძნის წყაროა. აი შედარებისთვის მეცნიერებს გეტყვით, რომ თუ კი თქვენ მოგცემენ გამოსაკვლევად მაგალითად ტორტს, თქვენ აუცილებლად დადებდით პასუხებს, თუ რითია ის გამომცხვარი, რა ინგრედიენტები გამოიყენეს მასში, რა ტემპერატურაზე გამოაცხეს, მაგრამ თქვენ ვერასოდეს გაიგებთ, თუ ვინ გამოაცხო ეს ტორტი და ვისთვის გამოაცხო. აი ამიტომ უნდა დაინტერესდეთ ბიბლიით, რადგან ის არა მარტო შემოქმედებასთან დაკავშირებულ აი ამ ფაქტებს გვიმჟღავნებს სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით, არამედ ისეთ კითხვებზეც გვპასუხობს, თუ ვინ შექმნა სიცოცხლე და რატომ. და რაც მთავარია, ჩვენი შემოქმედი ზეციერი მამა თავისი თავის შესახებ უამრავ დეტალებს გვიმჟღავნებს ამ წიგნის მეშვეობით და ასე გვამცნობს ის თავის პიროვნებას. ამიტომ ამ და მომდევნო ვიდეო რგოლებში, როგორც გითხარით, შევეხები ზეციერი მამის იმ დამახასიათებელ პიროვნულ თვისებებს, რის შესახებაც ის თავად გვამცნობს თავისი თავის შესახებ. როგორც უზენაესი ღმერთის და ჩვენი შემოქმედის შესახებ. და აი ამგვარად მის შეცნობაში, მასთან დაახლოებაში თვითონვე გეხმარება აი ამ თავისი წმინდა წერილების მეშვეობით. მოდით ახლა ვნახოთ ერთი მონაკვეთი წმინდა წერილიდან, კერძოდ იგავნის მეორე თავის 1-დან 5. მე მინდა აქვე მოგიწოდოთ კიდევ ყველას ჩემს მსმენელებს, თუ იგავნის წაკითხვა ჯერ არ დაგიწყიათ, საერთოდ ბიბლიის წაკითხვა, გირჩევთ ამ წიგნით დაიწყეთ, მოდით. სადღაც შუაში მდებარეობს, თუ სარჩევში ნახეთ, სარჩევში წერია, სად იპოვოთ იგავნი, რომელ გვერდზე, შემდეგ დაიწყეთ მისი კითხვა, არა ისე თავიდან ბოლომდე, როგორც სხვა ლიტერატურას კითხულობთ, არამედ მოკლე რჩევები, რაც არის თითო რჩევის წაკითხვის მერე, გაიაზრეთ თითოეული რჩევა, თუ რისი თქმა უნდა იქიდან ზეციერ მამას. ეს წიგნი იგავნი კი არის ასე დასათაურებული სარჩევში, რომ იგავნის სოლომონისა,
აი ხსმენიათ ალბათ სოლომონ ბრძენის შესახებ, ხო? დღემდის მთელ სამყაროში არის მთელ პლანეტაზე ეს სახელი ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ სოლომონი არ წერდა თავის აზრებს. იგი ღვთისგან იღებდა წმინდა სულის მეშვეობით ამ სიბრძნეს, ამ რჩევებს და ამიტომ არის ეს რჩევები უშუალოდ ზეციერი მამისაგან მომდინარე. აგერ ერთი მონაკვეთი განვიხილოთ, საიდანაც ეს კარგად ჩანს. იგავნის მეორე თავის 1-დან 5-ის ჩათვლით მუხლებს შემოგთავაზებთ. საიდანაც ჩანს თუ როგორი მზრუნველი ზეციერი მამა ყავს. დააკვირდით პირველ მუხლს, როგორი თბილი მომართვით იწყებს. ჩვენი ზეციერი მამა ჩვენთან საუბარს. შვილოვო, მოგმართავს ყველა ამ მონაკვეთის მკითხველს. როგორ უნდა რომ დაგვიცვას ცუდისაგან, უდრო სიკვდილისაგან, ტანჯვისაგან, აი ამ რაც გამოწვეულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში მისი მცნებების უგულებელყოფით და რაც ბოლოს ცუდ შედეგები მოყვება ხოლმე მისი ცნებების უგულებელყოფას. ხშირ შემთხვევაში ჯიუტად ისეთი პრინციპებს უგულებელყოფენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც მერე თავიანთ თავებზე დიდ ტკივილს და სავალალო შედეგს სწორედ ამ მიზნით იმწვევენ ხოლმე. თუნდაც თქვენს ალბათ ნებისმიერ თქვენგანს მიგიმართავთ მსგავსად ხო თქვენი პატარებისათვის, როცა მათ დაცვას ცდილობთ. ისეთი საფრთხეებისაგან, რომელიც მათი გამოუცდელობის გამო ჯერ უცნობია მათთვის და ფარულია. მაგალითად, როდესაც ასწავლით თუნდაც ქუჩაში გადასვლასთან დაკავშირებით გადასვლის წესებს, რომ გარკვეული წესების მიყოლაა საჭირო ხო, რომ მათ სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე. ზეციერი მამა სწორედ მსგავსად ზრუნავს, აი ამ იგავნის მეშვეობით თუ ნახავთ, ისეთი რჩევებია მოცემული, რომელიც ბევრ ტკივილს, ბევრ ტანჯვას, ბევრ უბედურებას აგარიდებს თავს. ის გვაჩვენებს აქედან, რომ სიცოცხლე, რომელიც მან მოგცა, დაცული რომ იყოს, უნდა გავითვალისწინოთ მის მიერ დადგენილი ეს რჩევები, დარიგებები, მაღალიზნეობრივი ნორმები და აქ ზუსტად ეს ჩანს, როგორი მზრუნველი მამა ყავს, რომ მან უბრალოდ სიცოცხლე კი არ მოგცა. ის აი ამ წიგნის მეშვეობით და მთლიანი ბიბლიის მეშვეობით ის ზრუნავს ჩვენზე. ჩვენი სიცოცხლე რო უფრო დაფასებული იყოს და არა უბრალოდ დღეს იყოს დაცული და დაფასებული, არამედ მომავალში მივიღოთ ის მარადიული სიცოცხლე, რასაც ის გვპირდება კვლავაც მისი აი ამ წესების დაცვით და მიყოლით. როცა ვხედავთ ახლა აი ამ მონაკვეთიდან თუ როგორი მზრუნველი მამა ყოლია, რომელიც ასე გვარიგებს, რა განცდა გეუფლებათ ასეთ დროს, აი ამ მონაკვეთის გამოკლებით. აღიქვავთ მას მზრუნველ მამად პირადად თქვენ. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ეროვნების ხარ, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ, ქალი ხარ თუ მამაკაცი, ახალგაზრდა თუ ხნიერი, ეს ყველა ჩვენთაგანი შინაგანი ბუნებისთვის არის საჭირო, აი ამ რჩევების წოდნა. ზეციერი მამისათვის ყველანი მისი შვილები ვართ და ის ყველა გულწრფელ მკითხველს გვესაუბრება აი ამ წუთას. მეორე მესამე მუხლიდან კი ის მოგვიწოდებს, რომ ვეძებოთ მისგან მომდინარე სიბრძნე, რომელიც ზეადამიანურია, რომელიც აი ამ წერილებში იკითხება, როგორც უკვე ვთქვით. მესამე მუხლიდან გვეუბნება, რომ დავატანოთ ჭკუას ძალა აი ამ მონაკვეთების კითხვისას და არა მარტო ამ მონაკვეთების, რათა შევიძინოთ აი ეს ცოდნა წაკითხულიდან, აზრის გამოტანა რო ვისწავლოთ წაკითხულიდან, რათა შემდგომ გულთან მივიტანოთ, ის არ დარჩეს მხოლოდ გონებაში, არამედ გულთან მივიტანოთ მისი რჩევა-დარიგებები და გამოვიყენოთ ცხოვრებაში. და კვლავაც მოგიწოდებთ, რომ ეს არ იკითხოთ ესე მთლიანი სხვა ლიტერატურის მსგავსად. თითოეულ რჩევას წაიკითხავთ, იფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ საკუთარ თავთან, სხვებთან ურთიერთობაში, რა რჩევა, რატომ მოგცა ეს რჩევა, რას ემსახურება აი ამ რჩევას თუ გავითვალისწინებთ, რას მივიღებთ შედეგად, იქვე ჩანს თითოეულ რჩევაში. მეოთხე მუხლში დავაკვირდეთ წმინდა წერილებში მოცემული რჩევა-დარიგებები განძის ძიებასთან არის შედარებული. ალბათ წაგიკითხავთ წიგნი განძის მაძიებლებზე, ამ ფილმებში გინახავთ ხო ახლა ასაკოვნებს ახსოვს მაგალითად ჩაპლინის მაწანწალა, როდესაც განძის საძიებლად მიდის, ან მაგალითად თინეიჯერებს გახსოვთ ის ფილმი რომ არის კარიბის ზღვის მეკობრეები, ხო? ჯეკ ბეღურა, რომელიც აი ამ ფილმში არის და სხვა უამრავი სათავგადასავლო ფილმებია განძის ძიებაზე და ალბათ აკვირდებით ხოლმე, რასაღარ ცდილობენ ხოლმე განძის მაძიებლები, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, რომ მოიძიონ იპოვონ ხოლმე ის დამალული განძი. აქ ზუსტად ამ მეოთხე მუხლში ეს სიბრძნე ამასთან არის შედარებული. ან თქვენ პირადად რომ ჩაგევარდეთ მაგალითად წერილი თან დართული რუქით განძის შესახებ, როგორ მოიქცევით? ალბათ ყველაფერს თავს გაანებებდით
აი ამ განძის საძიებლად გაემართებოდით, დროს აღარ დაკარგავდით, ხო? რატომ არის ეს მოყვანილი ეს შედარება? იმიტომ რომ ამის მსგავსი რეაქცია უნდა გქონდეთ, როცა ვიგებთ თუ რა განძზეა აქ საუბარი. ესა პასუხები ზეციერი მამისაგან, ჩვენი შემოქმედისაგან მომდინარე სიბრძნე და მისი რჩევადარიგებები. რადგან ეს ხომ სინამდვილეში განძზე მეტია. თქვენ სიცოცხლეს რა რაოდენობის განძით შეაფასებდით? ის ხომ ყველა განძზე ძვირფასია. შემოქმედი კი გვასწავლის რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სიცოცხლის ლიმიტი დღესვე გავიგრძელოთ და მომავალში მოვიპოვოთ ის მის მიერ დაპირებული მარადიული სიცოცხლე. აქ ზუსტად ეს აზრია და რაც ყველაზე მთავარია, დავაკვირდეთ, შევიდეთ მასთან ურთიერთობაში, თავად შემოქმედთან, ზეციერ მამასთან, პირადი ურთიერთობა რო განვავითაროთ და აღვადგინოთ ის ურთიერთობა ჩვენი სიცოცხლის შემოქმედთან, რომელიც პირველ წყვილს ჰქონდა ადამმა რო დაკარგა, გვახსოვს ხო? აი ეს ურთიერთობა, მე სხვა ვიდეოებში ბევრი ვისაუბრე ამაზე, როგორ დაკარგა. აი ეს ურთიერთობა რო აღვადგინოთ და ამაში გვეხმარება ზუსტად იესო ქრისტეც. აი რას გვთავაზობს ზეციერი მამა, მისი ყურადღებიანი მოსმენით, რასაც ვკითხულობთ, აგერ მეხუთე მუხლში დააკვირდით, რომ ასეთი ძალისხმევის შედეგად განვივითარებთ მოკრძალებულ შიშს. იმისას ეს არ არის პანიკური შიში, ეს არის შიში იმისა, რომ აღარ დავარღვიოთ უკვე მისი მცნებები, მისი რჩევადარიგებები, რაც მოგცა მან, აი ამ წიგნის მეშვეობით, რასაც გაიგებთ იგავნიდან, რომ არ გაიფუჭოთ მერე ზეციერ მამასთან კვლავ ურთიერთობა და კვლავ არ დაკარგოთ ის, რის მიღწევასაც ახლა ვცდილობთ, რომელიც მაგალითად ბევრ თქვენგანს ჯერ არ განგევითარებიათ, რომ გავიცნოთ და დაუახლოვდეთ ჩვენს მზრუნველ ზეციერ მამას. და რომ ეს შესაძლებელი აგერ თავად გვეუბნება და მეც გარწმუნებთ ამაში, რომ პირადად მე მაქვს ეს ურთიერთობა მასთან უკვე 27 წელია. 27 წლის ასაკში დავიწყე, ახლა 54-ის ვარ და უკვე 27 წელია ასე ვცხოვრობ. აქ მეხუთე მუხლის ბოლოში სწორედ ეს დეტალია თუ აკვირდებით. რომ ასეთი ძალისხმევით მოიპოვებთო ღვთის შემეცნებასო, ანუ შეიძენო ცოდნას ღმერთის შესახებო, შემიცნობო თვითონ გეუბნება ასეთი სახითო თუ ამ ჩაუკვირდები ამ ყველაფერსო და გამიცნობო. განა შეეძრება ახლა აი ამ სამყაროში რომელიმე ურთიერთობა, აი ამ ურთიერთობას, რომელიც არის ქმნილებასა და შემოქმედ შორის. რამდენი ურთიერთობით ამაყობენ ადამიანები, ვიღაცა მაგალითად პრეზიდენტს იცნობს, ვიღაცა შეიძლება ფეხბურთელთან ნაცნობობით ამაყობს, სხვა გამოჩენილ ადამიანებთან, მაგრამ ადამიანები მოკვდავები არიან, ხო? ამას შეედრება ახლა რამე, როცა ზეციერ მამას იცნობ და მასთან გააქვს ყოველდღიური ურთიერთობა, რომელზეც მეც გითხარით, რომ პირადად მე განვავითარე ეს ურთიერთობა და ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ მსგავსი ურთიერთობა განავითაროთ ზეციერ მამასთან. და ეს შესაძლებელი აგერ თავად მამა გვეუბნება. გარწმუნებთ, ეს ყველაზე ძვირფასი ურთიერთობა იქნება თქვენს ცხოვრებაში. ყველაზე ძვირფასი წუთები, როცა გექნებათ აი ეს პირადი ახლო ურთიერთობა ზეციერ მამასთან და ასევე ლოცვებთან დაკავშირებით შემოდით ჩემს გვერდზე და 50-დან 57-ის ჩათვლით ვიდეოები მოისმინეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ლოცვის მეშვეობით დაუახლოვდეთ ზეციერ მამას. ამიტომ აუცილებელი ბიბლიის გამოკვლევა და ამიტომ უნდა მოისმინოთ აი ეს მომდევნო ვიდეო რგოლებიც, ამიტომ უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, თუ აქამდე არ გამოგიწერია, რომ დაელოდო მომდევნო ვიდეო რგოლების განმარტებას. ნუ ვიღაცამ შეიძლება თქვას ახლა, რომ მე მწამს შემოქმედის, უზენაესის ღმერთის არსებობის და ეს საკმარისიაო ჩემთვის. ნახოთ აბა წმინდა წერილები რას გვეუბნება, საკმარისია მხოლოდ ის, რომ უბრალოდ გწამდეს შემოქმედის ზეციერი ღმერთის არსებობის. იაკობის წერილის ახალ აღთქმაში თუ ნახავთ მეორე თავს, მე-19-მე-20 მუხლები, ნახეთ რა იკითხება აქ. დააკვირდით აქ დასმულ კითხვას, რომელიც ყველა ჩვენ თაგვანისთვისაა დასმული. როგორია თქვენი პასუხი აი ამ კითხვაზე? გწამთ, რომ ღმერთი სამი კი არა, ერთია, რაც აქ პირდაპირ იკითხება წმინდა წერილში, რომ შემოქმედი ერთადერთი ღმერთია. თუ ეს გწამთ, ეს საკმარისი არაო, გვეუბნება ეს მონაკვეთი და გვიხსნის, რატომ არაა ეს საკმარისი, რომ მხოლოდ გწამდეს შემოქმედის არსებობის. იმიტომ რომ დააკვირდით რას ამბობს არგუმენტი როგორია, ეშმაკებსაც სწამთო მისი არსებობის და უფრო მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, ვინც ვიცით წმინდა წერილები, რომ ეშმაკებს უფრო მეტად იმიტომ სწამთ, ვიდრე ნებისმიერ ახლა ჩემს მსმენელს ღმერთის არსებობის, რომ ეშმაკი და მისი დემონები ზეციერ მამასთან ურთიერთობაში იყვნენ ერთ დროს. და მე ეს წიგნი ოფშიც მაქვს განხილული, იკრიფებოდნენ ხოლმე მის გვერდით ზეცაში, ხედავთ?
და ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, სანამ ისინი განუდგებოდნენ ზეციერ მამას. და როცა მათ ამბოხება წამოიწყეს, განუდგნენ ზეციერ მამას, გარკვეული დროით ზეციერ მამამ დაუთმოთ მათ პლანეტაზე მმართველობის უფლება. ესენი განხილული მაქვს ჩემს ვიდეო რგოლებში და ამიტომ მოყვა ყოველივეს ის ბოროტება, უსამართლობა, რაც დღეს ხდება. მაგრამ დღეის მდგომარეობით დააკვირდით, იესო ქრისტემ ეს უკვე წიგნი გამოსვლის მე-12 თავშია განმარტებული და სხვა დროსაც შევეხები გასულ ვიდეოებშიც. იესო ქრისტემ ეშმაკი და დემონები დედამიწაზე გადმოყარა და არის ასეთი მდგომარეობა მოხსენებული ბიბლიაში, რომელსაც ტარტაროზი ქვია. ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი არიან ჩაყრილნი, რაც გულისხმობს ისინი ზეციერ სხეულებით ვეღარ შეძლებენ ზეცაში წარდგენას ზეციერ მამასთან, მისი ბრწყინვალე, მისი დიდებულებასთან ახლოს ყოფნას. ეს ურთიერთობა წაერთვათ მათ და ტარტაროსში იმყოფებიან იმ გაგებით, რომ ისინი არიან მოლოდინში საბოლოო განადგურებისა. და ეს გულისხმობს ტარტაროს, მათთვის მტანჯველია ეს მდგომარეობა. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენ ამ მონაკვეთში წავიკითხეთ, რომ ეშმაკებსაც სწამთ. მაგრამ ისინი ელოდებიან მისგან განადგურებას. თქვენ შემთხვევაში რა სიტყვით? თქვენ არ დაუშვათ, რომ თქვენს მათ მსგავსად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომელიც იქნება მტანჯველი მოლოდინი, მხოლოდ იმისა, რომ ზეციერმა მამამ უნდა გაანადგუროს ყველა ბოროტი და უსამართლო ადამიანი. არამედ თქვენ გადადგით ყველა ნაბიჯი, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ზეციერ მამაზე, დაუახლოვდეთ, ამიტომ უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ამიტომ უნდა მოისმინოთ გასული ვიდეო რგოლები თუ არ მოგისმენიათ ისინი და ამიტომ უნდა დაელოდოთ მომდევნო ვიდეო რგოლებს, რათა მეტი და მეტი გავიგოთ ჩვენ ზეციერ მამაზე.